ჩვენ გამაუმჯობესებთ Sonic-ს რომ გასცეს ყველაზე სწრაფი მსოფლიოში GTA 4-ში. Sonic-ის მონსტრები ძალიან სწრაფები არიან და ვერავინ აჩერებს მათ. ამიტომ მოგვიწევს სიჩქარის ბეჭდების მოპოვება, რათა Sonic-ის ფორმა განმოვითაროთ ყველაზე სწრაფ ფორმამდე. შევძლებთ თუ არა გავხდეთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფები და გადავარჩინოთ იგი. წავედით! უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ის ავარია შემემთხვა და ფეხები სრულიად დამიზიანდა. ეხლა მანქანებიც კი ჩემზე სწრაფები არიან და აი ყველაზე სწრაფად ასე თუ ვირბენ. ზევდიანია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ადრე სამყაროში ყველაზე სწრაფი ვიყავი. ეხლა კი ბებიაზე ნელა დავდივარ. საწყენია. ყველა მიბიჯებს, როცა გავდივარ. და როცა ვცდილობ ვინმეს დახმარებას, გამარჯობა ბატონო, რამეში დახმარება ხომ არ გჭირდებათ? მე სუპერ გმირი ვარ, ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. მართლა არ გჭირდებათ დახმარება? ეს არა, მაგრამ გთხოვთ ბატონო, არ წახვიდეთ. მე აი, რასაც ვამბობდი, მე დამთავრებული ვარ, მართლა ყველაფერი დასრულდა ჩემთვის. არავის უყვარ ვარ და ყველაფერი დავკარგე, რაც მე მახასიათებდა. გონია რომ საუკეთესო იქნება აქ დავიმალო. აქ დავჩე რომ აღარავინ დამინახოს და ნელ-ნელა ყველას დაავიტყდეს ის გმირი, რაც ოდესღაც ვიყავი. ჯანდაბა! ასეა, ისე მსრაფი ვარ, რაც ვარ. მე ყველაზე სწრაფი არსება ვარ და ყველაფერს გავანადგურებ ამ სამყაროში. რა საოცარია, აი ასე უნდა იყოს. წავედით. გაეძრიეთ მანქანებო, გაეძრიეთ ხალხო. მე ყველაზე სწრაფი ვარ და ყველას ვამთავრებ, ვინც ჩემთან ახლოს მოდის. დიახ. დროა გავანადგურო ეს ქალაქი მთლიანად და თათავიდან დავიწყო მსოფლიოს დაპყრობა. ამ შენობაზე ავძვრები და ერთი ნახტომით ყველაფერს გავანადგურებ. მართლა იმუშავა, ყველაფერი ნადგურდება. და ეს ყველაფერი ამ სიჩქარის ბეჭდების დამსახურებაა, რომლებიც ხელებზე და ფეხებზე მიკეთია. ასე რომ ვილფასო ხელქვეითებო, Sonic, შეგიძლიათ მოხვიდეთ. გმერთო ჩემო, რა მოხდა აქ ქალაქში? ერთი წამით გავედი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. რა არის ეს მონსტრი? მოისმინე ბატონო, წაადი, კარგი? თუ რაიმე პრობლემა იქნება, მე მივხედავ. რა ჯანდაბაა ეს მონსტრი? და როგორც ჩანს, თავისი ხელქვეითებიც გამოიძახდა. ღმერთო ჩემო, აქედან ჩუმად ვიუახლოვდები, რომ არ დამინახონ და მოვისმენ, რას ამბობენ. ახლა როცა ყველა აქ ვართ შეკრებილები, დროა მსოფლიო დავიფხროთ. თქვენ გაგიტოვებს ელემენტარულ Sonic-ებს და აქვთ სიჩქარის ბეჭედი, რომელიც აძლიერებს თქვენ სიჩქარეს და ძალას და თქვენ მოგიწევთ მისი დაცვა ისეთი გამოცდებით, რომელთა გადალახვაც არავის შეუძლია. ასე რომ ვერავინ დაემუქრება ჩემს მეფობას და შენ სინათლისში Sonic-ი აქ დარჩები ქალაქში და დაიცავ მას. დიახ ბოს, მე აქ დარჩები და გპირდები და მერევინ შემოიპარება. ძალიან კარგი. მე დავიწყებ მთელი მსოფლიოს განადგურებას და ჩვენსად ვაქცევ. თქვენ კი იზრუნეთ იმაზე, რომ ვერავინ წაიღოს მათი რგოლები. ვაუ, ანუ ეს რგოლები ზრდის შენს ძალას, სისწრაფეს და თითქმის ყველაფერს. ერთი წუთით თითქოს მიდიან, ჯობია უკეთ დავიმალო. კარგი, უკვე წავიდეთ. და იმ მონსტრის ნათქვამიდან გამომდინარე, ტოვებს იმ სინათლის შინ, Sonic-ს აქ მარტო რგოლთან ერთად. ნახოთ რა სიტყვის, ასე რომ ეს რგოლი ჩემი საკუთრებაა და არავის მივცემ უფლებას მიუახლოვდეს მას. ეხლა გავაგრძელებ ქალაქის განადგურებას და ის ძალიან გაფანტულია. ეს ჩემი შანსია. თუ ამ რგოლს მოვიპოვებ, დალას დავიბრუნებ. წამოდი, სანამ მიხვდება. მოდი რგოლო, მომეცი შენი ძალა. დიახ, ვიბრუნებ მთელ ჩემს ძალას და მთელ ჩემს სისწრაფეს. დიახ, მოვიპოვე. ერთი წუკით, ვიხარ შენ? აქ რას აკეთებ? და სად არის ჩემი რგოლი? მინდა გაცნობო, რომ შენი რგოლი ახლა მთლიანად ჩემი საკუთრებაა და Sonic-მა დაიბრუნა თავისი ძალა, ძლიერება და სისწრაფე. მე ისევ ის გმირი ვარ, რომელიც ამ სამყაროს სჭირდება. ასე რომ აღარ ადგე, ეს უაზრო იქნება. დიახ! სუპერია, პირველი ხელქვეითი მოვიშორე და ჩემი სისწრაფე დაბრუნდა. ეს სიგიჟეა. დიახ! ასე რომ, ახლა უნდა ვიჩქარო, რომ ვიპოვო შემდეგი რგოლი და შევძლო, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა. ჩემს ფორმას ვაუმჯობესებ და ვცდილობ, რომ ის იყოს რაც შეიძლება ძლიერი და სწრაფი. ასე რომ მივდივარ, არ დავნებდები. მე ვარ ის გმირი, რომელიც ამ სამყაროს სჭირდება. და ბოლოს აქ ვარ. რა ჯანდაბაა ეს გამოცდა? როგორც ჩანს, წყლის ელემენტის შინ Sonic-ი არაფერს გამიმარტივებს. რა თქმა უნდა, არა, ეს შენი დიდი ფინალი იქნება. ჩემამდე მისასვლელად უნდა იყოს საკმარისად სწრაფი, რომ წყლის ზედაპირზე სხვადასხვა სიღრმეზე ირბინო. და არა მხოლოდ ეს, ხოლოდიაზე დონეები უფრო გრძელი გახდება. უფრო ღრმა და რთული გასავლენი.
ასე რომ შეუძლებელი იქნება გადარჩე. დაიხჭობი და ჩემს ხელში მოგდები. შეიძლება ჯერ საკმარისი სისწრაფე არ მაქვს, მაგრამ უკვე საკმაოდ დაუნჯობესდი და ასე სწრაფად სირბილი შემიძლია. მოდით, პირველი სიღრმის დონე უბრალოდ უნდა გავიარო, მოიჩადე, სადაც წყალი არ არის, ძალიან მარტივია. სუპერ! ეხლა მეორე დონისთვის უნდა მოვემზადო. აქ ყოველთვის არის წყალი. მოდით, უნდა ვიყოს სწრაფი. ირბინე, რომ ის ტალღა არ დამეწიოს. დიახ, სუპერ, ჯერჯერობით კარგად გამომდის. თუმცა ეს უფრო და უფრო გართულდება. მესამე დონე. ვეცდები აქედან სწრაფად გავიარო, სანამ ტალღა დამეწევ. წავიდეთ, დიახ! კარგი, არც ისე რთულია. უკვე 3 დონე გავიარე ჩემი სისწრაფით. ეხლა კი მეოთხე დონე. უნდა დაველოდო ტალღის გამოჩენას. როგორ? აი ისიც. და ზევით გადავივლი. წავიდეთ, უნდა გამოვიყენო ეს შანსი. ტალღა მაძლევს ბიძგს და დიახ. სუპერ, უკვე 4 დონე გავიარე და მე-5-ზე გადავდივარ. ამჯერად ისევ ავალ იმ ტალღაზე. თუმცა უკვე წავიდა. არა. უნდა ვიჩქარო, თორემ სხვა ტალღა დამეწევა. დიახ. უი, რთულია. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერს უნკლავდები. მე-6 დონე. ვაუ, ეს ბევრად უფრო გრძელია, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს მე ვარ, სონიკი. ყველაზე სწრაფი არსება მსოფლიოში, თუმცა ახლა უკვე აღარ ვარ ყველაზე სწრაფი. წავიდეთ, პატარა ზიგზაგით და დიახ. კარგი, მგონი პატარა ხრიკი მაქვს. მე-7 დონე. ვწდი ზიგზაგს ასე. ტალღებს გავტეხავ. კი, საკმაოდ კარგად გამომდის. თუმცა უფრო ნელა მივდივარ. მაინც არც ერთი ტალღა ვერ დამაგდებს. მე რა მიმომერება. კი, უკვე გავიარე 7 დონე. ხოლო 8, 9 და 10 დამრჩა. მაშ მერვე დონე პირდაპირ მივდივარ. მოდის ტალღა. ზიგზაგი. და კი. მივარციე ტალღის წვერზე. ეხლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედო, ის ტალღა დამეწევა და კი. ეს უფრო რთულია ვიდრე მეგონა, მაგრამ ვაუ, მე-9 დონე მართლა რთულად ჩანს, ამიტომ ვწდი იმ ტალღაზე სერფინგს. წამო, იდეალურად გამომდის, ეხლა უბრალოდ პირდაპირ უნდა გავაგრძელო. მიუხედავად იმისა, რომ ის ტალღა პირდაპირ ჩემკენ მოდის. დღეს დამეწია, მაგრამ ძლივს გადარჩი. ეხლა მე-10 დონეა, ბოლო, რომელიც ჩემს მიზნამდე მაშორებს. დავედი, სრულიად მზად ვარ, დიახ! წამოდი, ზიგზაგი, ტალღაზე ავდივარ, ეს ბოლო დონეა, ასე რომ არ უნდა შევწდე. სუპერ, ტალღასთან ერთად მივიწევ წინ, თითქმის მივახციე და არა, დავეცი, ეხლა დავიხჭობი, აქედან ვერ გამოვდივარ. არა, ეს დონე ყველაზე ღრმა და რთული იყო. ვერ დავნებდები, უნდა შევძლო წყლის ქვეშაც კი სირბილი და აქედან გამოსვლა. დიახ! რა ჯანდაბა, როგორ მოახერხეს? შეხომ ჩემს წყალში იხჭობოდი და როგორ მოახერხეს? მოახერხე, იმიტომ რომ მე ვარ ზღარბი სონიკი, ყველაზე სწრაფი არსება მსოფლიოში. და ამ ქარბორბალათი გაგაგდება აქედან. წადი შენი წყლით და აღარასდროს შემაწუხო. ეხლა ეს სიჩქარის უზენაესი ბეჭედიც ჩემია. დრო შევიწოვო მისი ძალა და ვნახო რას მიმზადებს ის ჩემთვის. სწრაფად, ამზოდიდან მხოლოდ 20 წამი გავს, რომ დალაიქ გამოიწერე არხი და ჩარტეზარი, რომ სონიკის სიჩქარე გააუმჯობესო. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწე სიტყვა სონიკი შეძლებს ედივე სწრაფი იყო როგორც ის. ასე რომ მე შესაძლოა ვიჩქარებდი დრო თითქმის ამოიწურა. ირბინე. აი წავედი. ღმერთო ჩემო. რამდენი ძალა, რამდენი სისწრაფეა ჩემს სხეულში. დიახ? დიახ. დაჯერება ძნელია. ეხლა ბევრად უფრო სწრაფი ვარ ვიდრე ადრე, ასე რომ მზად ვარ შემდეგი ბეჭედი მოვიპოვო. შემიძლია ნებისმიერ წყალში გავიქცე, ნებისმიერ სიღრმეზე და მივახციო ჩემს მიზანს. დიახ. და ბოლოს აქ ვარ და ძალიან აცივდა. ეს შენი ბრალია. მე ვარ სონიკი, ყინულის ელემენტარული ძალით და მოვამზადე გაყინული ტრასა, რომელიც ვერავინ გადალახავს, რადგან როგორც არ უნდა იყოს სწრაფი, მაინც დადიცურდება ფეხი. და კიდევ მითხარი, როგორ აპირებ გადალახო ჩემი ყინულის კედელი? ეს შეუძლებელია. ჯანდაბა, საკმაოდ კარგად გააკეთა, ისე რომ იმ ბეჭედთან ვერ მივდივარ და ეს იატაკი ძალიან სრიალაა, მაგრამ მოიცა. იდეა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სრიალებ, შემიძლია მარშრუტი უკუღმა გავიარო. დიახ, ასე შევძლებ მივიდე იქ, სადაც ისაა, იმ კედლის გატეხვის გარეშე. მაშ ასე, მივდივარ, უკუღმა გავივლი ყინულოვან მარშრუტს.
კარგი, დერჯერობით რთულია. უნდა გადავხდე. წამოდი და აი აქ ვარ, შესანიშნავია. ეხლა ამ ყველა მილის გავლას გავაგრძელებ. ეს მარშრუტი ვერ შემაჩერებს, რადგან მე სონიკი ვარ და ყოველჯერზე უფრო სწრაფი ვიქნები. სანამ არ გავხდები სამყაროს ყველაზე სწრაფი, როგორც ოდესღაც ვიყავი. ასე რომ, წამო, ნახოთ ეს სიჩქარის გაუმჯობესება. ვაუ, ეს საოცარია. ეხლა უნდა გადავხდე. მაგარია. თუმცა, ვაუ, ეს უფრო ასასვლელადაა მომზადებული და არა დასასვლელად. ვაუ. კარგი, ვიყენებ სიჩქარის გაუმჯობესებებს და ვტრიალებ ტრასის უკანა მხარეს. ძალიან უცნაურია ტრასის უკუღმა გავლა. მაგრამ ეს ერთადერთი გზაა ამის გასაკეთებლად. ნახე ეს, შემიძლია კედლებზე ვირბინო და ყველგან შევძვრე, სადაც საჭიროა. მე ვარ სონიკი, ყველაზე სწრაფი. და აქ მოვედი, რომ ბოლომდე დავიხარჯო. დიახ, კარგი, იდეალურად გამომდის. ვიტყოდი, რომ უკვე ტრასის ნახევარზე მეტი გავიარე და დარწმუნებული ვარ, რომ ყინულის შინ სონიკი ამას საერთოდ არ ელოდება. ეხლა ამ სიჩქარის ტურბოს გამოვიყენებ და შევალ მილში. დიახ! წამოდი, ყოველჯერზე უფრო სწრაფი ვარ, ყოველჯერზე უფრო საოცარი ვარ, ყოველჯერზე უფრო სონიკი ვარ. დიახ, წამოდი. ეხლა აქ უნდა დავბრუნდე. უკუსლით. ვა! ეს სიჩქარის გაუმჯობესებები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა წინ მიდიხარ. უკან კი არა. ამიტომ ცოტა რთულდება. მაგრამ კი, ყველაფერს ვახერხებ გავიარო. საოცარია. ეხლა დროა ერთ-ერთი ბოლო მოხვევა გავაკეთო. და სანამ ისევ ბრბივარ, ვიკავებ თავს და ვაგროვებ ენერგიას, რომ ძლიერი დარტყმა მივაკენო ყინულის შინ სონიკს. დიახ! წამოდი, უკვე ვუახლოვდები. ეხლა ხან შემოუარე მთელ ტრასას და ამიტომ დროა საბოლოო დარტყმა მოვამზადო. ახლა ვეღარაფერი, არც ყინულის კედელი შემაჩერებს, ასე რომ სიურპრიზი! შენი საკუთარი ყინულის კედელი შენივე დაღუპა გახდა. ბოლოს მე ყველაზე სწრაფი გავხდი და ეს საოცრად შევძელი. ეხლა სწორედ ეს მომენტია. ამ ბეჭდის მთელ ენერგიას შევიწოვი, რომ კიდევ უფრო სწრაფი გავხდე. დიახ! ზუსტად ასეა, საოცარია. ჩემი სიჩქარე სულ უფრო და უფრო იზრდება. და ეხლა რა თქმა უნდა, მას გამოვიყენებ, რომ დანარჩენი ელემენტური შინ სონიკები დავამარცხო. ამ ადგილს სტოვებ სრული სიჩქარით. ახლა ხარ მივედი შემდეგ ადგილას, სადაც სიჩქარის ბეჭდის არსებობას გვგრძნობ. მაგრამ ეს რა ჯანდაბაა? ეს არის ჰაერის შინ სონიკის სამალავი, ანუ მე. და საუკეთესო ის არის, რომ ჰაერის რამდენიმე შინ სონიკი მყავს, რომლებიც მეხმარებიან. შეუძლებელია, რომ ყველა მათგანი დაამარცხო ყველაზე სწრაფი სიჩქარით. და შეუძლებელია ჩემამდე მოხვიდე. კარგი, ერთი თუთით სიჩქარეს ცოტა დავივიწყებ, რომ ძალაზე გავამახვილო ყურადღება. ჰო, აი ეს მიიღე. და შენ მიიღეს. მიდი. არავის მოგცემთ უფლებას, რომ დამაზიანოთ. მე ისეთი სწრაფი ვარ, რომ შემიძლია დაგარტყათ სიჩქარით, რაც აქამდე არავის უნახავს. აი ასე. გაეცალეთ ჩემს გზას. და თქვენც. ნახეთ, რამდენი ძალა მაქვს. თუ ხელებს სწრაფად ვამოძრავებ, ელვას ვესვრი. ხო? რას ფიქრობთ ამაზე, თანაც ისეთი სწრაფი ვარ, რომ ვეც კი ხედავთ, როგორ გირტყამთ. სანამ მივხვდებით, უკვე განადგურებულები ხართ და თანაც კარგად გქონიათ მიღებული. დიახ, აი ეს მიიღეთ. ეხლა ამ ხიდს გადავკვეთ და შენ რას მიყურებ? აი ეს მიიღე და ისიც იქიდან. წავედით. არა, ძალიან მესვრიან. ჰოსტელ! მაშინ ალბათ უნდა გცემოთ. წავედით. დიახ! რა სიტყვით ამაზე და ამაზე? დიახ! თქვენგან არც ერთი ვერ მომერევა, აი მოვდივარ. და წავედით. უკვე თითქმის ყველა ჰაერის შინ სონიკის ხელქვეითს ვამთავრებ. დიახ, შენ წარადგე. მოვიდა დრო, რომ შევიდე ბოლო დარბაზში. და აი აქ ვარ. თქვენ დაგამთავრებთ თითოეულს. წავედით. დიახ, დარტყმით, არც ერთ ცოცხალს არ დაგტოვებთ. რას ფიქრობთ ამაზე? აი ასე, წავედით. დიახ, ეს არის სონიკის ძალა, რომელიც თავის სიჩქარეს იბრუნებს. ეს არის იმ ადამიანის ძალა, რომელსაც არაფრის ეშინია. და ეს ნამდვილი ბოსის ძალა. ნამდვილი გმირი, რომელიც გადაარჩენს მსოფლიოს. დიახ, მოვამზადებ ჩემს მუშტს და გაგანადგურებ. თქვენც ასევე. დიახ.
ახლა რა იქნება? არც ერთი არ გადარჩა. მომცემ ბეჭედს თუ შენც იმავეს გაგიკეთებ, რაც მათ. მოიცადე ერთი წუთით, საიდან გაქვს ასეთი ძალალა? ვიცოდი რომ სწრაფი იყავი, მაგრამ ძლიერი არა. გავფრინდები და არასდროს მოგცემ ბეჭედს და უკვე გვიანია, უკვე მოვამზადე დარტყმა. იყვარდა ფრენა, მაშინ მაღლა იფრინე, სულელო. ეხლა ჩემი ჯერია. ამ ბეჭდის ძალა შევიწოვო და ბევრად უფრო სწრაფი გავხდე. ასე რომ წავედი, ვნახოთ რას მომცემ. ამ სიჩქარის ბეჭდის ძალა უფრო სწრაფს გამხდის, ვიდრე ოდეს მევყოფილ ვარ. დიახ, ეს ძალიან მომწონს. ჩემი ახალი ფორმა ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ადრე. საკმაოდ ვითარდები. ასე რომ, ახლა მივდივა. შემდეგს მივხედავ. ისინი ვერასდროს დამამარცხებენ. და მე ახლა ხან ჩამოვედი აქ. ეს რა ჯანდაბა? აშკარად იგრძნობა, რომ ეს ცეცხლის სინსონიკის ტერიტორია. მომიწევს მის ციხესიმაგრეში შევხვდე, მიუხედავად იმისა, რაც ამას მოხვება. ვიდი ასელოდები აქ ვარ, ჩემი ციხესიმაგრის ჩონჩხები გუგასტილად მიგიგებენ. მე კი შიგნით ვიქნები და სიჩქარის ბეჭედს დავიცავ. ანუ უკვე დამიდასტურე, რომ ბეჭედი შენ გაქვს, ხომ ასეა? და ის შიგნითა! და რომ მივახციო, მხოლოდ ამ ჩონჩხების დამარცხება მომიწევს. ეი, გამეცით გზა, წავედით. და ამისთვის ჩემს მთელ სისწრაფეს გამოვიყენებ, რომ გავანადგურო ისინი. ეი, აქედან გაეტრიეთ ჩონჩხებო. დიახ, რა გონია დავიჩქარო? სწრაფია ეს დარტყმები, რომლებიც განადგურებს ჩონჩხუნა. დიახ, ვერც კი ხვდები, საიდან ხვდება. და კიდევ არის, გასინჯეს. მე იმდენად სწრაფად მოძრაობ, რომ ელექტრობას ვქმნი და ამ სულელურ ციხესიმაგრეს ერთ წამში შემოული. გავიგებ, როგორ შევიდე და თქვენნაირი ჩონჩხუნები ამას ვერ შემიშლიან. აი ასე. კი, გამეცით გზა, თქვენ სად მიდიხართ? ეს სცადეთ. კი, ასე სწრაფად ვამოძრავებ ხელებს, რომ ტალღებს ვქმნი. ისეთი ძლიერი ტალღებია, რომ თქვენ სულელო ჩონჩხებო შეუძლიათ გაგანადგურონ. ახლა კი კარგად. აქ მყოფ ყველა თქვენგანს მარტივად გაუსწორდები. ნაჯახო, მოდი მივდივარ. შევალ იმ სულელურ ციხესიმაგრეში, რომ ბეჭედი მოვიპოვო. მიიღეთ ეს. დიახ. და შენ აქედან გაეთრიე. დროა შევიდე და ვიბრუნო ის, რაც ჩემია. და ბოლოს აქ ვარ. შევედი ციხესიმაგრეში. ასე რომ მოემზადე ცეცხლოვანი შინ სონიკ. ვა, ასე რომ დაამარცხე ჩემი ჩონჩხები, ჰა? ისე რომ თუ სიჩქარის ბეჭედი გინდა, ამას ვერ შეძლებ, იმიტომ რომ აქ და ახლავე დაგწვავ. ჯანდაბა, მართალი და დარტყმები აქვს. რთული იქნება, ძალიან რთული იქნება, ნება, მაგრამ შემიძლია დაგამარცხო. აი ეს მიიღე. არა, მე ვარ ყველაზე სწრაფი სონიკი. შენ ცეცხლის დიდი ძალა გაქვს, მაგრამ მე შეუჩერებლად დაგარტყამ და დაგამარცხებ. ნახეს! და ნახე, ეს ენერგიის სხივი. დიახ, შენსავე ლავაში დაგწვავ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა თვითონ მწვავს. მოდი აქ. აი ეს და იქიდან არ გამოხვიდე, იმიტომ რომ მთელ ჩემს ენერგიას ბურთად მოგესვრი. დიახ. აი ეს, კარგი მცდელობა იყო შენი ცეცხლით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ეხლა ეს წელი მთლიანად ჩემი იქნება და ჩემს ფორმას ბევრად უფრო სწრაფსა და ძლიერს გავხდი. დიახ, ძალიან ვითარდები. ხდები ყველაზე სწრაფი არსება მსოფლიოში. აი ასე მომწონს. ეხლა ნამდვილად ასეა. სრულიად შეუჩერებელი ვარ. ამ ფორმით ვერავინ შემაჩერებს. მაშ მთელი სისწრაფით მივდივარ ბოლო ბეჭედისკენ. ახლა ხან მივედი საბოლოო გამოცდის ადგილას. კეთილი იყოს შენი მობრძანება საბოლოო რბოლაზე. ჩვენ ორივე შევეჯიბრებით ბეჭედისთვის, სონიკ. დავიმსაგებს, მოკვდება, რას ფიქრობ? ფიქრობ, რომ შენ ხარ ყველაზე სწრაფი შინ სონიკი, ელემენტარულებს შორის. არაფერი არ არის სიბნელეზე სწრაფი, მაგრამ არ მაინტერესებს. ვიღებ გამოწვევას, გაგლახავ და იმ ბეჭედს წავიღებ. მაგას ნახავთ, უნდა გადალახოთ ჩემი მთელი ბნელი ტრასა. ვინც პირველი დაასრულებს სტრესს, ის გაიმარჯვებს. მზად ხარ? 3, 2, 1. გაიქეცი!
ასე ნახავ, რა სისტრაფე აქვს შენს ძლიერ ბნელ ფორმას. ლესენზე ბევრად უფრო სწრაფი ვიქნები. და ამ რბოლასაც მოიგებ. ნახავ, ბეჭედი ისევ ჩემი იქნება. და მერე შენს დამარცხებასაც მოახერხებ. ოხ, დიახ. ჯანდაბა, მან ჩემზე ადრე დაიწყო და აშკარად საკმაოდ სწრაფია, მაგრამ მე საოცარი სისტრაფე მაქვს. მე შევიწოვე ყველა სიჩქარის ბეჭდის ძალა და ამასაც მოვიპოვებ. ამ უზარმაზარი ტურბოთი. მე შეუჩერებელი ვარ, ასე რომ გაგასწარი. ეხლა მივდივარ. თუმცა, მომდევს, უნდა გადავხდე. წავედით. ჯანდაბა, ჩვენ ძალიან მსგავსი სიჩქარე გვაქვს და სანამ მე ვირბენ ის ჩემს უკან იქნება. ნებისმიერ მომენტში პირველ ადგილს წამართმევს. ასე რომ ვერ დავნებდები. წავედით. აი ისიც. აქედან გავაგრძელებ. დიახ, აქ ვარ, თუმცა არ თვაც ჩემს დევნას. წავედით. უნდა გავიქცე რაც შეიძლება სწრაფად. ეს ღამის ტრასა ვერ დამამარცხებს. შესანიშნავია, ამ სიჩქარით კარგად გავართვი თავი. თითქმის უკან მოვიტოვე. აი ასე მომწონს. თუმცა, ის ისევ მეწევა. მიდი. აი ასე უნდა. თუ ზუსტად იმ მომენტში გადავხდები, შეიძლება საბოლოოდ უკან მოვიტოვო, თუმცა ძალიან ახლოს მომხვება. მიდი. აი ასე უნდა. და ეხლა აქედან, იქ უნდა გადავხდე. მიდი, ისევ მომდევს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიყო. ცოტა მიჭის. ასე რომ უნდა გადავხდე. მიდი, კიდევ ერთი ნახტომი. გამასწრო. დიახ, ეხლა მე გაუსწარი მას. არ ვაპირებ დანებებას. ყველაზე სწრაფი ვარ. ამ ბნელ რბოლას მოვიგებ. მივარწევ ჩემს საბოლოო ფორმას და დავამარცხებ იმ საბოლოო შინ სონიკს. ასე რომ წავედით. ამ ბნელ რგოლებში შენზე ადრე გავივლი. წავედით. მაგარია, მაქვს. ეს სიჩქარის ბუსტი მჭირდება. დიახ. აი ასე კეთდება. ვერ მიყვება, მთელ წრეს დავარტყამ. თუმცა იქა, მაგრამ ეს რბოლა ჩემი იქნება. ჯანდაბა სონიკი, როგორ მოახერხე ჩემი დამარცხება, როცა ეს ჩემი ბნელი რბოლა. არასდროს მოგცემ ბეკეთს, ეს მახე იყო და. რა გონია, მართლა გჯერა? არაფერი და არავინ წამართნოს ამ ბეჭედს. დარტყმა მაქსიმალური სიჩქარით. ბიახ. აი ასე ისწავლი შენივე ზომისებთან ჩხუბს. გაეთრიე წინ. დადგა ჩემი საბოლოო ფორმის დრო. დიახ, ძალიან ვიზრდები. იზრდება ჩემი ზომა, ჩემი სიჩქარე, ჩემი ძალა და ყველაფერი. დიახ, რა საოცრება! მე ვარ ყველაზე ძლიერი არსება ამ სამყაროში. მოემზადოს ის სულელი სინ სონიკი. ეხლა ჩემი სიჩქარე, ჩემი ძალა და ჩემი სიმძლავრე მას გაანადგურებს. ასე რომ აქ ვარ, შინ სონიკი. დროა ეს ყველაფერი დავასრულოთ. ჯანდაბა, ჩემს ხელქვეითებს უთხარი, რომ არავის საეღო ბეჭდები უნდა მოგილოცო, რადგან ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი და განსაკუთრებით ძალიან სწრაფი გახდი, მაგრამ მაინც არავინ არის ჩემზე სწრაფი. ეს ახლა ვერ ვნახავთ. დავამტკიცებ, რომ ისევ ის გმირი ვარ, რომელსაც შეუძლია ამ სამყაროს გადარჩენა. მიდი, ვნახოთ, მართალია თუ არა. როგორ მოგეწონა ეს ნახტომი, სრულად გაგანადგურე. და ეხლა გაგანადგურებ, სანამ ქალაქს საბოლოოდ დაანგრევ. დიახ. ეულო შინ სონიკი, ის ძალიან ძლიერია. აი ეს მიიღე. ის ძალა რაც გაქვს, ძალიან რთულია დასაძლევად. მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, მე შემიძლია. აი ეს მიიღე. არა, აქ საქსირბილის სიჩქარეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მნიშვნელოვანია დარბხმების სიჩქარე და მე ყველაზე სწრაფი გავხდი. არა! მე ვარ ყველაზე სწრაფი ყველა მხრივ. სირბილშიც, დარტყმაშიც და სამყაროს გადარჩენაშიც. რას ფიქრობ ამაზე? არა! ის საკმაოდ ძლიერია. აშკარად ეტყობა, რომ მასაც აქვს სიჩქარის ბეჭდების ძალა. ძალიან რთული იქნება მისი განადგურების გზა ვიპოვო. მაგრამ მე ამას შევძლებ. ნახეს! წამოდი! ის ძალიან გამძლე და ძალიან ძლიერია. გონია, რომ ერთადერთი გზა რაც მაქვს, არის აფეთქების მოწყობა. ისე სწრაფად უნდა ვიმოძრაო, რომ თითქმის ისე გამოჩნდეს, თითქოს ისევ იმავე ადგილზე ვარ. მაგრამ ამ დროს უნდა შევძლო ისეთი ძლიერი დარტყმითი ტალღების შექმნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს აფეთქება და გავანადგურო ის. წამოდი! დროა ვცადო ეს.
ახლა ან არასდროს. ესეც შენ. ეხლა ნახავ ყველაზე სწრაფი სონიკის ნამდვილ ძალას მსოფლიოში. მივიდეს! ყოველთვის სწრაფად ვიმოდრავებ, სანამ არა უფეთქდები. დიახ! დაიძირე მიწაში, დაიკარგე და ბოლოს მოკვდი. ბოლოს და ბოლოს, შინ სონიკი დაეცა. ისევ ის გმირი ვარ, რაც ყოველთვის ვიყავი და ახლა აღარავინ დაემუქრება მსოფლიოს. იმიტომ რომ მე ყველაზე სწრაფი არსება ვარ. იმიტომ რომ მე ვარ ნამდვილი სონიკი, ყველაზე სწრაფი მსოფლიოში. ო, დიახ.